74 წლის ქეთევან ბებო კვდება. 2015 წლის 13 ივნის ადიდებულმა მდინარე ვერემშთან თქვა ქეთევანის სახლი. ინტელიგენტ ქალს ковსი და ჩანგალიც კი აღარ ჰქონდა საკუთარი. ღიაცის ქვეშ დარჩენილ ქალს სახელმწიფომ ერთი პატარა ოთახიც კი არ გადასცა. იყო მხოლოდ დაპირებები. წლების განმავლობაში დაგროვებულ უთქმელ დარს და ტკივილს ვეღარ გაუძლო მოხუცმა და აი ერთ დღესაც საშინელი ინსულტი. მასობრივი სისხლშაქცევა თავში. რეანიმაცია. ბებო მეტყველების უნარი და მეხსიერება მთლიანად დაკარგა. უარეს გეტყვით, საბრალო მოხუც 100%-ით წაერთვა მხედველობა ორივე თვალში. 3 წლის განმავლობაში ერთხელაც არ მოსულა პოლიკლინიკიდან არც ნერვოლოგი, არც ეკიბი. მით უმეტეს ვალდებულები არიან, ქალბატონი არის სოციალურად დაუცველი, შესანიშნავი ქალბატონი, გულისხმიერი, მოსიყვარულე, ყველას დამხმარე. აი ასეთი ლამაზი, ლაღი და ღიმილიანი იყო ქეთევანი ახალგაზრდობაში. ქალი ფიქრობდა, რომ სიბერეში შვილიშვილებს შეისვამდა კალთაში და ზღაპრებს მოუყვებოდა. სამწუხაროდ ბებო ისე დატოვებს ამ სამყაროს, რომ ოცნებას სამარეში ჩაიდანს. დიახ, ვერაგმა ცხოვრებამ ღირსეული ქალისთვის არც შვილები გაიმეტა და არც შვილიშვილები. ზუსტად ერთი წამია საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა ჯანმრთელობა დაკარგოს. დიახ, სამწუხაროდ სიცოცხლის დაკარგვისთვისაც მხოლოდ ერთი წამია საჭირო, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ ადამიანებს უფალმა უთვალავი დღე მოგცა იმისთვის, რომ სიკეთის კეთება მოვასწროთ. ოდესღაც ჩვენც დავბერდებით. დიახ, ოდესღაც ჩვენც დავტოვებთ ამ სამყაროს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.